ციფრული ფინანსებისა და ხელოვნური ინტელექტის ყველაზე დიდი კონფერენცია რეგიონში. DFI 2025 გასული კვირის ბოლოს თბილისში გაიმართა. მთავარი თემები შეეხებოდა ციფრული ფინანსების მომავალს, ბლოკჩეინის ახალ შესაძლებლობებს და ხელოვნური ინტელექტის გავლენას ბიზნესსა და საზოგადოებაზე. რა იყო მთავარი იდეა და მიზანი ღონისძიების ორგანიზებისას და რა მნიშვნელობა აქვს ასეთი სახის კონფერენციებს ციფრული ფინანსებისა და ხელოვნური ინტელექტის განვითარებისთვის? თემას ევცლად სტუმართან, DigiFi-ის დამფუძნებელთან მარიკ იორკოპიანთან ერთად ვისაუბრეთ. მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის. ჩვენი საუბარი მინდა დავიწყოთ თავად ამ კონფერენციის მნიშვნელობით. რა მიზნით მიიღეთ გადაწყვეტილება, რომ ამ ტიპის კონფერენცია ჩაგეტარებინათ და შედეგებმა რამდენად გაამართლა თქვენი მოლოდინები? მოგესალმებით, პირველ რიგში მადლობა სტუმრობისთვის. DFI წელს სხვა სახელით პირველად ჩატარდა, ხოლო ჩვენი ღონისძიება DigiFi-ის ორგანიზებით 2022 წლიდან ტარდება ყოველ წელს თბილისში, საქართველოში. ჩვენი პირველადი იდეა და ჩვენი პირველადი ბიძგი ამ კონფერენციის დაარსების იყო, რომ ჩვენ თვითონ ვართ ბლოკჩეინ ფაუნდერები. უკვე დიდი ხანია 2017 წლიდან საქართველოში მოღვაწეობთ ამ სფეროში და ძალიან ხშირად დავდიოდით საზღვარგარეთ სხვადასხვა მსგავს კონფერენციებზე და როცა ვიგრძენით, რომ უკვე საქართველოშიც საკმაოდ ვითარდებოდა ეს ინდუსტრია, დიდი ინტერესი იყო. 2022 წელს დავიწყეთ პატარა ივენთების ჩატარება, რომ უბრალოდ გვენახა, ვინ არის სხვა კიდე საქართველოში ჩვენს გარდა, ვინც რაღაცას ამ მიმართულებით აკეთებს. ანუ სულმცირე თქვენი კოლეგები გაგაცნოთ ამ სექტორიდან. კი, ჩვენივე პროექტისთვის იყო რაღაც ბენეფიტი, რომ გაგვეცნო, რა შეიძლება მეტი ხალხი, ვინც მოღვაწეობდა ამ სფეროში საქართველოში და ეგრე დაიწყო DigiFi 2022 წელს პატარ-პატარა მიტაპებით და მაშინვე 2022-ში ჩავატარეთ პირველი დიდი ღონისძიება და მაშინ ჩვენი დამხმარე ძალა იყო ზუსტად ის კავშირები და ის ნეტვორკი, რაც შევიძინეთ უკვე წლების განმავლობაში, რომ დავდიოდით ჩვენ სხვადასხვა კონფერენციებზე, პარტნიორები და ასე შემდეგ და ვეცადეთ, რომ საკმაოდ ბევრი საინტერესო ჩვენი ნაცნობი სპიკერები ჩამოგვეყვანა საქართველოში. 2022-ში დიდი გამოხმაურება გამოიწვია ჩვენმა ღონისძიებამ და მაშინ გადავწყვიტეთ, რომ გავაკეთოთ ეს ინიციატივა ყოველწლიური. ესე გაჩნდა DigiFi როგორც იდეა და ვითარდება და ყოველ წელს ხედავთ, რომ უფრო და უფრო მეტ ინტერესი იწვევს საზოგადოებაში. დავიწყეთ მარტო ბლოკჩეინ თემით, წელს უკვე როგორც თქვენ თვითონ ახსენეთ, ხელოვნური ინტელექტის თემა. კი, ერთად ვერ გავექცევით ჩვენს ამ ტრენდს და ვიზდებით ვამატებთ რაღაც მიმართულებით. თვითონ ხელოვნური ინტელექტის თემა თემსოფლიოში რომ აბსოლუტურად ბუმია და ამ თემაზე ლაპარაკობს ყველა და თუ ვინმეს რაიმე შემხებლობა აქვს ტექნოლოგიებთან და სწორედ ეს არის მიმართულება, რომელსაც ავითარებს. ბოლო პერიოდში ჩვენთანაც ძალიან აქტიურად არის არაერთი კურსი შეგხვდებათ სოციალურ ქსელში, ვინც უბრალოდ შეიძლება ასკროლოთ Facebook-ი, იმდენად ბევრი თითქოს გამოჩნდა, ვინც შეიძლება რომ გასწავლოთ ამ თემაზე ინტერესი და რამდენად რეალურად მზად ვართ ამ მიმართულებისთვის და აჩვენა თუ არა კონფერენციამ, რომ დაუშვათ ის მიმართულება სიტყვების დონის გარდა არის რეალურად საქართველოშიც ინტერესის საგანი. ლაპარაკის იქითაც, ანუ საქმის გათვალისწინებით. კი, მგონია, რომ ხელოვნურ ინტელექტს უკვე ვეღარავინ ვერ გაექცევა, თუნდაც ყოველდღიურ ცხოვრებაში, თუნდაც ბიზნესში, თუნდაც სტარტაპში, დიდ ღონისძიებაზე იგივე დაუშვათ ჩვენ უკვე ხელოვნურ ინტელექტს როგორც ინსტრუმენტს ისე გამოვიყენებთ. ჩვენი მიზანი იყო, რომ ამ კონფერენციაზე გვეჩვენებინა, როგორ გამოიყენება ხელოვნური ინტელექტი ბლოკჩეინ მიმართულებით და ასევე, რადგან ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიზანია, რომ ვაჩვენოთ საქართველოში ზოგადად რა ხდება ამ მიმართულებით. ჩვენი სტუმრების შორის ეროვნული ბანკი იყო, ძალიან ბევრი საქართველოში დაარსებული ფინანსური კომპანიები ან ტექნოლოგიური კომპანიები და ყველა უზიარებდა საზოგადოებას თავის გამოცდილებას თუ როგორ ნერგავენ ამ უკვე მთავარი გამოწვევა რა არის ამ ნაწილში. გარდა იმისა, რომ ინტერესი გვაქვს ყველას და შეუძლებელია რომ არ გქონდეს, ხო, მის მიმართ ინტერესი, მაგრამ რა ძირითად გამოწვევებს ვაწყდებით ამ ნაწილში? არის თუ არა ცოდნა მათ შორის ერთ-ერთი პრობლემა ამ კუთხით? გამოწვევა ალბათ ვიტყოდი უფრო საზოგადოების მხრიდან ძალიან ხშირად მხდება, რომ აი ჩაგვანაცვლებს თუ არა ხელოვნური ინტელექტი ჩვენ ყველას. ეს ყველაზე გავრცელებული კითხვაა. ყველაზე დიდი კითხვა და ყველაზე დიდი შფოთვა ზუსტად ეგ საკითხი იწვევს ხოლმე და ჩვენ ვცდილობთ, რომ დავუშვათ ერთ-ერთი სადისკუსიო პანელი იყო მიძღვნილი იმაზე თუ განათლებაში როგორ შეიძლება
გასცეთ ახლა პასუხი კითხვას ჩაგვანაცვლებს კი. მე დიდი იმედი მაქვს, რომ არა. ზოგადად სხვა შეერთ თქვენი კოლეგების ნაწილი მიიჩნევს, რომ ხელოვნური ინტელექტი კი არ ჩაგვანაცვლებს, არამედ ჩაგვანაცვლებენ ის ადამიანები, რომლებიც ხელოვნური ინტელექტს კარგად ფლობენ. ზუსტად, ძალიან სწორი ფორმულირება არის. მგონია, რომ უკვე უაზრო არის გავექცეთ ჩვენ ამ ტრენდს, უკვე ტრენდიც აღარ არის, უკვე არც ისეთი ახალი არის ხელოვნური ინტელექტის იმპლემენტაცია ნებისმიერ სფეროში, როგორც ვახსენეთ და განათლების კუთხითაც, როგორც ვახსენე, იყო ერთ-ერთი ჩვენი სადისკუსიო პანელი, მოწვეული ყავდა ადგილობრივი უნივერსიტეტების რექტორები და პროფესორები, საერთაშორისო ჰაირინგ კომპანიების წარმომადგენლები და ასევე განვიხილავდით თუ რამდენად შეიცვალა იგივე განათლების კუთხით მიდგომა ამ ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით. ცხადია, რომ უნდა მივეჩვიოთ ამ ყველაფერთან ცხოვრება და ცხადია, რომ უნდა ვისწავლოთ სწორად როგორ დავნერგოთ ეს ყველაფერი, რომ დაგვეხმაროს და არა ჩაგვანაცვლოს. კი ბატონო, რამდენად ვართ ამისთვის მზად საქართველოს მათ შორის და კერძო სექტორი რამდენად მზად არის, სადაც ეს უკვე მეტნაკლებად გამოყენების რაღაც საწყის ეტაპებზეა, ზოგი ძალიან აქტიურადაც იყენებს კერძო სექტორი და რამდენად მზად ვართ, რომ რეალურად ხელოვნური ინტელექტი დავნერგოთ ცხოვრებაში, საქმიანობაში და თუ არ ვართ მზად, რა არის გასაკეთებელი ამ მიმართულებით? მზად ალბათ ვართ რაღაც მიმართულებით, ყველა ახლა კომპანია, პროექტი, სტარტაპი, ფაუნდერები ძალიან ბევრ ხალხთან გვაქვს შეხება საქართველოში, ვიცი რომ ცდილობენ რომ ეს ტექნოლოგია გამოიყენონ და აშკარად სწავლობენ, იმპლემენტაციას უკეთებენ, უკვე არის რაღაც შედეგები, უკვე არის რაღაც საინტერესო სტარტაპები, რომელიც საქართველოში დაფუძნდა, ამიტომ მზად ვართ, ვერსად ვერ გავიქცევით და გამოვიყენე. და კიდევ ერთ თემა, რადგან ბლოკჩეინი ერთი თქვენი მთავარი მიმართულება და ამის მიმართ არანაკლები ინტერესი არსებობს, თუმცა მაინც არსებობს კითხვებიც და რამდენად რეალურად არის კი ეს ის მიმართულება, რომელსაც აწმყო და მომავალი ეკუთვნის და ასე შემდგომ. აი ამ წლებმა რა აჩვენა, მათ შორის იმ ჩატარებულმა კონფერენციებმა, თქვენმა საქმიანობამ, რომელსაც ახლა საუბრობდით, რეალურად ეს მიმართულება არის თუ არა ის მიმართულება, რომელსაც აქტიურად მიყვება დანარჩენი მსოფლიო და მათ შორის საქართველო. კი, რა თქმა უნდა, როგორც ვახსენე, ჩვენი ერთ-ერთი სტუმარი და ჩვენი ერთ-ერთი საპორტერი უკვე რამოდენიმე წელი არის ეროვნული ბანკი. ეროვნულმა ბანკმა მაგალითად შარშან უკვე კანონის დონეზე შემოიტანა ლიცენზია, რომელიც აუცილებლად უნდა აიღო თუ გინდა რომ რაღაც საქმიანობა აკეთო კრიპტოსფეროში, ამიტომ საქართველო მიყვება 100%-ით ევროპულ კანონმდებლობას და ზოგადად იმ ტენდენციებს, რაც არსებობს მსოფლიოში, იმისთვის რომ ის კანონმდებლობა, რომელიც საქართველოში გვაქვს ამ ნაწილში. ემთხვევა ძალიან ევროპულ მიკა ქვია ევროპულ. კი ბატონო, განვითარებაში ხელს არ გიშლით, ანუ ეს ცვლილებები, რომელიც ახლა შემოსული არის ბაზარზე. განვითარებაში არ თქვენი კოლეგების ნაწილს მიაჩნია, რომ ეს მაინც შემაფერხებელია ამ სეგმენტის კარგად განვითარებისთვის, რადგან მაინც საწყის ეტაპზე ვართ. თვითონ ბლოკჩეინის იდეას რაც შეეხება, რომ სრული თავისუფლება, არანაირი კონტროლი, არანაირი შუამავალი, არანაირი მესამე პირი, ამას ცოტა აფერხებს, მაგრამ მე მჯერა და იურისტი ვარ განათლებით, მჯერა რომ თუ გვინდა რომ მასიურ რაღაც adoption-ზე გავიდეს ბლოკჩეინ ტექნოლოგია და ნებისმიერი ვებ3 ან კრიპტოპროდუქტი, აუცილებელია რომ ვიმეგობროთ სახელმწიფოსთან და ვითანამშრომლოთ და ერთად გადავწყვიტოთ თუ როგორ შეიძლება დაინერგოს ეს ტვის მცირე ნდობის თვალსაზრისით რომ მეტი ნდობა გაჩნდეს ალბათ. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა მარი საინტერესო საუბრისთვის, წარმატებებს გისურვებ და იმდენად აქტუალურია ეს თემა, რომ სიამოვნებით გიმასპინძლებთ ბიზნეს პარტნიორის სხვა გადაცემაშიც. მარი გიორგობიანი საუბრობდა ბიზნეს პარტნიორის პირდაპირ ეთერში.